ერთი ძალიან ძვირად ვიყიდე, რაც არასდროს არ მიყიდია და თან ვინერვიული ყიდვისას. აი ასე გამოიყურება ახლა ჩვენი Honda M40 არის და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პირველი M-ია. მოგესალმებით ღამის ცოტა ნაწვიმარი თბილისიდან. მოკლედ რატო ვართ აქ და რას ვაკეთებ? 2020 წლიანი Honda Fit ჩამოგვივიდა, რომელიც არასდროს არ მყოლია აქამდე. ჯერ ძალიან პოპულარული არ არის ეგ მანქანები, იმიტომ რომ აი ახლა არის ის პერიოდი, როდესაც შემოიყრება და ნუ რატომაც არ ჩამოვიყვანოთ ჩვენს ეს Honda Fit GR3 ქვია, ჰიბრიდი არის, მოკლედ ყველაფერს მოგიყვებით. ეხა მიღების ვიდეო არის, თან რაღაცებია გასაკეთებელი და მაგ ყველაფერს გაჩვენებთ. მოკლედ არხი გამოიწერეთ, დაელოდეთ, უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. ამ ვიდეოში გაირკვევა მომეწონება თუ არა ეგ მანქანა, როგორი არის საერთო ჯამში და თქვენს რაღაც აზრს გამოიტანთ ამ ვიდეოზე. სხვათა შორის სიმპათიურად გამოიყურება. აქ რაღაცები გვაქვს დაზიანებული, გასმული არის მოკლედ ეს მანქანა და ამის გაკეთება მოგვიწევს. არასასიამოვნოდ გამოიყურება საკმაოდ, მაგრამ ნუ რამე უნდა მოვიფიქროთ. ღამეა, გვიანია, ყვირილი მიწევს, იმიტომ რომ საკმაოდ ხმაურიანია, მაგრამ ბოდიშით ესე დროს ჩამოდის მანქანა და რატო არ შემოგთავაზოთ ჩემი პირველი აზრი. აბა ვნახოთ. კეთილი იყოს ჩემი ფეხი, მარჯვენათი მინდოდა, მაგრამ არა უშავს. პირველად ვარ 2020 წლიან Fit-ში. სურნელი როგორც ყოველთვის იაპონური, შუქი ნაგავი, ბარი არ გვაქვს. მაგრამ მარტო მინუსებზე რატო ვილაპარაკოთ? ტრიაპკა მოყვება, აქ ჩახდება. ეხლა დოკუმენტებიც აქ არის. აბა პირველი დაქოქვა. всё დაქოქილი, აქ ახალი საჭე გვაქვს. მოკლედ ყველაფერი უნდა მოგიყვეთ ამ მანქანაზე. ჯერ არაფერი არ ვიცი, მეც რამდენიმე დღე ვიკატავებ, აღვადგენთ გამოცდილება მომემატება ამ მანქანასთან და მოგიყვებით თუ როგორია, ღირს თუ არა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ არც ისე ცუდი ვარიანტი არის და მოკლედ მოგიყვებით. იმედი არ შეიცვლება ჩემი აზრი. ეხლა კიდე ჩამოვგორდეთ. სხვათა შორის სხვა ფიტებთან შედარებით და სხვა იაპონურებთან შედარებით ამ წლებში უკვე ნელ-ნელა ემატება ხარისხი. ანუ ჩანს, რომ ცოტათი სხვანაირად არის ყველაფერი. შეხედე რომ ხელა რაღაცა არის. ეს კარებზე ეს რა ხდება? მე მგონი კონდიციონერის თემაც არის ეს. კონდიციონერის როლსაც ასრულებს. ეგ სხვათა შორის არ ვიცი და რაც მე მომხილვებს უყურე, არც ერთს არ ვთქვამს არაფერი მსგავსი. დიდი მონიტორი გვაქვს, ტყავის საჭე გვაქვს, ეს ახალი სტილის საჭე, ცოტა მეტად უფრო კვადრატულია და ცოტა უფრო დიდი არის, ბრმაზონებიც ნაკლები არის. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც უნდა მოგიყვეთ. დაზიანებული არის ეს მანქანა და შესაბამისად მარტო მიღებით არ შემოვიფარგლებით ამ მანქანაზე. მივიღეთ როგორც მინიმუმ. გაჩვენეთ ასე თუ ისე როგორც გამომივიდა, ვიდეოს ყურება გააგრძელეთ, იმიტომ რომ ხვალიდან უკვე უნდა დავიწყოთ ამ მანქანაზე პრობლემების მოგვარება, რაც ამ არხზე კლასიკა არის უკვე და მოკლედ არხი გამოიწერეთ კიდევ ერთხელ დალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს და გეპატიჟებით ჩემს ვიდეოში Honda Fit-ზე, რომელიც 2020 წელს არის გამოშვებული, სულ ახალი კუზავ, მოკლედ უკვე დაზიანებული ჩამოვიყვანე და უნდა აღვადგინოთ. ესე იგი, რაც შეეხება ჩვენს Honda Fit-ს. დღეს დილას მამაჩემ აი ეს მოაგვარა, აქ იყო ცოტათი გახეული, გახეხილი არის და პატარათი იყო გახსნილი და მოკლედ ეს მოაგვარა. აქ გვაქვს ფრთაზე პრობლემა. ფრთას მიყვება და აი კარზე ისეთი არასასიამოვნო მომენტი გვაქვს, მაგრამ ბიჭები მიხედავენ. უკანა კარი როგორი საწყენიც არ უნდა იყოს ჩემთვის ეგეც შესაღები და დასამუშავებელია და უკანა ფრთასაც მოხდა. მაგრამ ნუ თლად კატასტროფული არაფერი არის, ამერიკულ მანქანებთან შედარებით საერთოდ არაფერია. დღეს საბურავებით შევცვალეთ. დისკი იყო მოღუნული და დისკიც გავასწორეთ. მოკლედ წინ მივემართებით, ჩვენი Honda Fit-ი აქ რჩება ახლა რამდენიმე კვირით და რამდენიმე კვირაში სრულად მწყობრში წავიყვანთ აქედან, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მალევე გადავუღებ მიმოხილვას, მოგიყვებით ამ მანქანაზე დეტალურად ყველაფერს, რაც ვიცი, რაც შევისწავლე და რასაც დავამატებ კიდე ამ მომენტიდან. მოკლედ
ესეთი რაღაცნაირი საშუალო აზრი მაქვს ვიზუალურად არც ისე მომწონს, ტექნიკურად მომწონს. მოკლედ 50-50-ზე არის და ყველაფერს უდეტალურესად მოგიყვებით რამდენიმე ვიდეოში, როდესაც გადავიღებამ ყველაფერს და მოკლედ დავამუშავებ. ეხლა კიდე წავედით, დავივიწყოთ ჩვენი Honda Fit რო ყავს. სულ რამდენიმე კვირაში მოვალთ და წავიყვანთ ჩვენს Honda Fit. სადღაც 2 კვირით ვიყავი აუთში და ეხლა დავბრუნდი. აი ასე გამოიყურება ჩვენი Honda Fit-ი, უკვე დამუშავებული. კარიც საკმაოდ კარგად არის. სამალიარესთვის ემზადება უკვე, სამალიარეს სამუშაოებისთვის. აი ასე გამოიყურება ჩვენი Honda Fit-ი. ძალიან მალე დამუშავდება ესეც, იქით კვირაში უკვე დაახლოებით მზად უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ სადღაც 10 დღეში ეს მანქანა უკვე სრულ მწყობრში იქნება, რაც მახარებს, იმიტომ რომ იაპონური მანქანა არის და ცოტა მეტი დრო უნდა ხოლმე ამის დამუშავებას გაყიდვის მხრივ. ჩვენ კიდე გვეჩქარება, იმიტომ რომ რამდენიმე მანქანა ჩამოდის, რომელიც ჯერ აი არ მყოლია ერთი საერთოდ $700 ვიყიდე, მოკლედ 2 მანქანა მყავს ისეთი, რაც ჩემთვის არასდროს აი ეგეთ ხაზში არ მიყიდია. დაელოდეთ ვიდეოებს, ერთი ძალიან ძვირად ვიყიდე, რაც არასდროს არ მიყიდია და თან ვინერვიული ყიდვისას, იმიტომ რომ ცოტათი კომფორტის ზონიდან გამოვედი. საინტერესო ისტორიები გელოდებათ, გერმანულია, M-იც ურევია სადღაც, ცოტათი M-ია. ცოტათი M, ნელ-ნელა M-ისკენაც მიმომართებით. და მეორე არის ყველაზე იაფად ნაყიდი მანქანა, არასდროს არ მეყიდია მსგავს ფასში მანქანა, ჩემთვის ეგეც ხაზი გავუსვათ. სულ რაღაც $700 ვიყიდე ამერიკულ დოლარებში თუ გადავიყვანეთ. ასე რომ მოკლედ საინტერესო ისტორიები გელოდებათ. ეს მანქანა სასწრაფოდ არის დასამუშავებელი და უნდა დავამშვიდობოთ. მაგიტომაც მეჩქარება. მოკლედ არხი გამოიწერეთ, შეგახსენებთ, რომ ვიზრდებით არხის მხრივ, ვცდილობ მაქსიმალურად, რომ სიმაღლეებზე ავიდე და ამაში თქვენ დახმარება მჭირდება. და ძალიან დიდი მადლობა, რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს. მე კიდე წავედი, დავამშვიდობო ახლა ამ Honda Fit-ს და დავალოდეთ შედეგებს. Between days, and we're going round playing silly games. Now you say it's slow down, not right now. Then you make me walk away. Let it be known. Too cold, touching and teasing me, telling me no. But this time I need to hear you ride it. Ride it, my soul, ride it, baby, ride it. Till life's down, ride it, from head to toe, ride it, my soul, ride it. Ride it, me through you. ესე იგი გავიდა დრო. ჩვენი Honda Fit არის მზად, შეღებილია. ასე გამოიყურება ახლა ჩვენი იაპონელი. აქ გემახსოვრებათ. ნახრეტი იდო. ყველაფერი ნორმალურად არის ახლა. მოკლედ შედეგით მაყოფილი ვარ. რავი, რასაც ახლა ვუყურებ, ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი კარგად არის. აი, ასე ჩვენი ეს Honda Fit-იც უკვე მზად არის. სხვათა შორის Honda Fit-ს რაც შეეხება ჩვენი Honda Fit-ი გაიყიდა, ანუ ის ვარდისფერი Honda, რომელთაც დავდიოდი ბოლო ნახევარი წელი, აღარ მყავს. ამას შეხედეთ, ჩემი აღარ მჯერა, რომ აი აქ არაფერი არ ანთებს. სარკე გავასწოროთ, სალამები. მოკლედ აი ასე რა, აი ესე უეცრად, მოკლედ სულ სხვა მანქანის პრობლემებს ვაგვარებდი და ბრაღდა ესე აღმოჩნდა, რომ შეგვიძლია შევცვალოთ. ასე რომ დავამშვიდობოთ ჩეკებს. მოკლედ როგორც იქნა, დადგა საშველი ჩვენი Fit-ის ჩეკების და ვიპოვე ერთი ცალი იყო. ისიც შემთხვევით ვიპოვე. ხა დავაყენებთ ჩვენ სენსორს და ჩემი თვალები დაისვენებს ამ ჩეკებისგან და პლუს კრუისაც გამოვიყენებ და დარტყმის სენსორსაც რომელსაც არასდროს არ ვიყენებ ხოლმე ისედაც, მაგრამ ჯობია რომ გქონდეს თუ აქვს. ან ნელ-ნელა ამ Fit-საც უნდა დავამშვიდობო, იმიტომ რომ უკვე ნელ-ნელა ახალ Fit-ზე უნდა გადავიდე და მოვემზადო ახალი Fit-ისთვის. რაც უკვე გზაშია და საკმაოდ საინტერესო კომპლექტაცია არის, მოკლედ დაელოდეთ, საინტერესო Honda Fit ჩამოგდის. მიმოხილვას გადავიღებ, გაჩვენებთ აუცილებლად, ამის შემდეგი მოდელი არის და უკვე არხზე არის, მაგრამ
ის კიდე უკეთესია, რაც გზაშია, მაგიტომაც ვიტოვებ იმას. ასე რომ მოკლედ დაელოდეთ ჩვენს ახალ Honda Fit-ს. ეხლა ჯერჯერობით დროებით აი ამით ვივლი, მოკლედ რაღაცები გადავწყვიტე, რაღაც სარისკო ნაბიჯები გადავდგი და შესაბამისად მომიწია სასწრაფოდ გაყიდვა იმ მანქანის. სხვათა შორის რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს. ეს ჩვენი არ არის, მაგრამ X3-ია, M პაკეტია. აი ასე გამოიყურება და ვფიქრობ რომ მოგეწონებათ ჩემი გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო მანქანა მომყავს, ეს ჩვენი არ არის, მაგრამ ჩვენი უკვე გზაშია. M40 არის და შეიძლება ითქვას რომ ჩემი პირველი M-ია, ანუ M40 და მერე მოდის M-ი, მაგრამ მთლად M-ი არ არის, ხო, მესმის ვხვდები, მაგრამ შეიძლება ითქვას რომ M-ისკენ გადავუხვიე. რაც მიხარია X3 მთლად ის მანქანა არ არის უსპორტულესი და რაღაც სასწაული არ არის რომ თქვათ რომ აი გინდა თუ არა ეს მინდოდა, მაგრამ მაგაზეც კმაყოფილი ვარ, მიხარია რომ ნელ-ნელა ზევითკენ მივდივარ მანქანების მხრივ, მიხარია რომ უკვე როგორც მინიმუმ M40 იქნება თუ რაც არ უნდა იყოს M-ი აწერია და ეგ მაგმაყოფილებს 385 ცხენის ძალა გვაქვს, მოკლედ ჩამოვა ის მანქანა და ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო კონტენტი გამოგვივა. რაც შეეხება ჩვენს საომავლო გეგმებს და ვიდეოებს. არხი გამოიწერეთ უეჭველი, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, არხის დონე იზრდება და ძალიან დიდი მადლობა გვერდში რომ მიდიხართ და ასევე ჩვენს Honda-სთან კიდე ბევრი იაპონური მანქანებით ჩამოდის. თქვენს თუ გინდათ იაპონური მანქანა ან ამერიკული მანქანა შეგიძლიათ მოიწეროთ და მოკლედ ჩამოგიყვანთ ნებისმიერი ლოკაციიდან ნებისმიერ მანქანას ლოგიკურის ფარგლებში. მაწონია? არაჟანი გამოგვატანეს ბიჭებმა. სხვათა შორის არხი შევქმენი კიდევ ერთი ახალი გასართობი, მან ისტრიმება ხოლმე თამაშები. თამაშები რა, counter-ს თამაშობთ, როგორც იცით, რა ვინც დიდხანს გვიყურებთ, რამდენჯერმე ვახსენე, შეგიძლიათ გადახვიდეთ, აღწერაში იქნება არხის ლინკი და შეგიძლიათ გამოიწეროთ ის არხი, იმიტომ რომ ხანდახან ისტრიმება, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო ხშირად გაისტრიმება და მოკლედ რაც გასართობი და ყველანაირი იდეა რაც მაქვს, ყველაფერს მანდ გავხსნი, ყველაფერს მანდ გავშლი და ასე შემდეგ ლაივებში შეგიძლიათ მესტუმროთ და ასე ლაივ რეჟიმში გიპასუხებთ კომენტარებს. ეხლა კიდე ჩამოვაგდოთ ჩვენი Honda. ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგი გამოვიდა, დისკებიც გავასწორეთ, მთლად ყველაფერი რიგზე არ იყო როგორც მე მინდოდა და როგორი მოლოდინიც მქონდა, მაგრამ ეხლა უკვე ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდა და მოკლედ მიხარია. აქ გჭირდება ეხლა პოლირება, კონდიციონერი არ მუშაობს, თბილს უბერავს, მაგასაც გამოვასწორებთ და სხვა მხრივ ჩვენი ბაყაყი არის მზად. ვიზუალურად ეხლა ბევრს არ მოწონს ეს ჩვენი ახალი Honda Fit-ები, მაგრამ ვფიქრობ რომ თვალი მიეჩვევა და ასე თუ ისე ეს Honda-ბიც შეგვაყვარებს თავს და ძალიან ხშირი იქნება თბილისში და საქართველოში ზოგადად. რატომღაც ეგეთი აზრი მაქვს. სხვათა შორის წვას რაც შეეხება, მოკლედ წვავს სადღაც 3 ლიტრს როგორც წერს რა, ეხლა არ ვიცი რეალურად რამდენს წვავს, მაგრამ ეხლა ხელში, ანუ ჩემს ხელში იქნება, მე ვივლი და შესაბამისად ჩამომიყალიბდება უფრო რეალური აზრი ამ მანქანასთან დაკავშირებით. ჩემი Honda Fit-ის დანაპირებიც არ მოვიწყდება, ანუ ის Honda მოკლედ ჩვენმა გამომწერებმა წაიყვანეს, გადავუღებ იმ მანქანას მიმოხილვას, ამ მანქანასაც უნდა გადავუღო მიმოხილვა, იმიტომ რომ ასეთი Honda Fit-ის მიმოხილვა ჯერ არ შემხვედრია ქართულ YouTube-ზე. შესაბამისად, რატომაც არა, ეს ეკონომ სეგმენტია, რომელიც საკმაოდ პოპულარული არის და დარწმუნებული ვარ, ბევრს დაგაინტერესებთ, იმიტომ რომ ესეთ ფასში ისეთი მანქანა, რომელიც 3 ლიტრს წვავს და Honda-ს გამძლეობა აქვს, მთლად ხშირი არ არის. შესაბამისად, არხი გამოიწერეთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაელოდეთ ამ მანქანის მიმოხილვასაც და ძალიან ბევრ სხვა პროექტს. ეს X3 სხვათა შორის არ უმჯდარო არასდროს M პაკეტ X3-ში და მომწონს სავით, სალონში მომწონს. ჩვენი ამაზე ცოტათი ძველია, ანუ სტოპები აქვს სხვა. მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება. ეხა ეს არის 2-0 M პაკეტი, მაგრამ ჩვენი არის 3-0 ტურბო. შესაბამისად, ცოტა უფრო მეტი ცხენი აქვს, ცოტა უფრო სახალისო იქნება.
ბარბლიც უწერია, არ ვიცი ახლა ბარბლთან მიმართებაში როგორ იქნება კანონის მხრივ ყველაფერი. იმიტომ რომ ბარბლი ქარხნულად უწერია ჩვენს X3-ს და იმედია, რა ვიცი, ლად კატასტროფულად არაფერი არ წარიმართება, არ წამართვევენ იმ მანქანას, იმიტომ რომ ქარხნულად უწერია. რა გავაკეთო? ვნახავთ. რო ჩამოვა მანქანა, ჩავაბარბლებ, ან რავი გავაჩერებ ეკიპაჟს. ვკითხავ, თუ შეიძლება თქო ბარბლით სიარული. იმიტომ რომ რაღაცები ვნახე, რაღაც მიმოხილვებს გადავავლე თვალი, მაგრამ მაინც არ ვემზადები, ანუ რო ჩამოვა, მინდა რომ პირველი აზრი მანდ დავტოვა. მაგრამ მაინტერესებს ის მანქანა და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა BMW-ს ხას გავზრდი კიდევ უფრო და ცოტა კიდევ უფრო ჩამოვაყალიბებ. მანამდე კიდე რამდენიმე ბრონკო ყავს გზაში და კიდევ ერთი Honda Fit, რომელსაც ჩემთვის ვიტოვებ, ესეთი წლოვანების არის, მაგრამ პაკეტი ცოტა უფრო მაღალი არის. მოკლედ საინტერესო ამბებს გიმზადებთ, გამომყევით და უყურეთ ჩვენს არხზე ვიდეოებს. ისე თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ახალ Honda Fit-ებზე. ბევრმა ძალიან ბევრმა თქვა, რომ საშინელება, საზიზღრობა, ეს რანაირად, ეს როგორ, ეს რატო. მოკლედ თქვენი აზრიც მაინტერესებს. მეც თავიდან ძალიან მეუხეშა, მაგრამ ეხლა უფრო ხშირად რო ვხედავ, ცოტათი ეჩვევა თვალი. კი, ის უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ ეს ტექნოლოგიების მხრივ უფრო დახვეწილია. აი, ამ მანქანის ტექნოლოგიები იმ ვიზუალში იქნებოდა იდეალური ჩემი აზრით. თქვენი აზრიც მაინტერესებს. აბა წავედით საჭესთან. სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც დღემდე ვეჩვევი, არის საჭე. ბევრ დეტალს არ მოგიყვებით ამ მანქანაზე, იმიტომ რომ მიმოხილვაში მაქვს კიდე ბევრი სალაპარაკო. ვიზუალის გარდა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა აქვს დამატებული. ეხლა კიდე წავედით სახლისკენ, დავაედითო თქვენთვის ვიდეო, შეიძლება გავსტრიმო კიდევაც საღამოს, მოკლედ ვინც თამაშებით ხართ დაინტერესებული, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩადით აღწერაში არის მეორე არხის ლინკი, გამოიწერეთ არხი და ხანდახან უყურეთ ხოლმე ვიდეოებს, სტრიმებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რო ვსტრიმავ 2-3 კაცი მიყურებს ჯერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ხართ, ვისაც გაინტერესებთ თამაშები და რატომაც არა. შეიძლება თამაშების გარდა მე აუქციონებიც გაისტრიმოს და მოკლედ ძალიან ბევრი იდეა გვაქვს, რასაც დაწერთ და რასაც შემომთავაზებთ, იქნებ ეგეც მომეწონოს, ასე რომ დაწერეთ კომენტარებში რა გინდათ, რა გაინტერესებთ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ დასახვეწი ძალიან ბევრი რაღაცა არის, მისაღწევი და მოკლედ რატომაც არ მივახციოთ. წავედით სახლისკენ, ეხლა დავაყენოთ ჩვენი Honda და ისვენოს ცოტა ხანი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდხანს ვაწყობ. მოკლედ სახლისკენ გზაზე გადავწყვიტეთ, რომ შევიაროთ და ჩვენი Honda Fit-ის ფრეონი შევავსოთ. იმედია მარტო ფრეონში იქნება პრობლემა და არა კონდიციონერის რა ქვია იმას? კონდიციონერის? არა. ნასოსი კი არა. კომპრესორი. ხო, იმედია კომპრესორში არ იქნება პრობლემა და მოკლედ მარტო ფრეონში იქნება მთელი პრობლემა. აი, ასე გამოიყურება ამის კაპოტქვეშა სივრცე. სულ სხვანაირია მოკლედ აქ ყველაფერი, ჩვეულებრივ Honda Fit-ებს აღარ გავს, ჯიპი 5-ებს, უფრო აქვას როგორც აქ ინვერტორი დაახლოებით მაგის ხარჯზეც წვავს საკმაოდ ცოტას. იმუშავა ჩვენმა კონდიციონერმა. ცივაო. აი ძლივს გამოვიდა ჩემი ამინდები, ზევით აიხიდეთ. მანამდე 40 გრადუსები რო იყო იმენა სახლიდან გარეთ კი არა ფანჯრისკენ არ მივდიოდი. ეხლა კიდე კარგად არის ყველაფერი. კონდიციონერიც გვაქვს. აი ესე მეგობრებო, მოკლედ ერთი პრობლემაც გადავლახეთ პარალელურად. წავედი ეხლა სახლისკენ.
დავისვენო, მე პოლირებასაც გავუკეთებთ ამ მანქანას, გაჩვენებთ როგორ გამოიყურება საბოლოო ჯამში, გავწმინდავთ, მივწმინდავთ და უგემრიელესად გადავიღებ მე მიმოხილვას. ჩვენს Honda Fit-ზე კულმინაციას უახლოვდებით ნელ-ნელა. მამაც ემზადება უკვე პოლირების გასაკეთებლად, სულ რაღაც რამდენიმე დღეში შეუდგება ამის გაკეთებას, დაამუშავა მოკლედ ზედაპირი. რაც შეეხება ახლა ჩემს გეგმას და რატო არა აქ. აქ ისეთი პრობლემა გვაქვს. მოკლედ ჩაწყდა შპილკა რა. და ამ შპილკას ჩავალდა მივხედავ. თან პარალელურად რაზვალიც არის გასასწორებელი, აი ესეთი პატარ-პატარა ჭვილმანები გადაგვრჩა და ახლა ზუსტად მაგაზე ჩავალდა მივხედავ, გადავწყვეტ ამ პრობლემას. ხო, ესეც არ მიჩვენებია თქვენთვის, აქაც პატარ-პატარა პრობლემები გვაქვს, მაგრამ ნუ ეს სულ არაფერია. ამერიკულ მანქანებთან შედარებით, რაც მინახავს იქ, ეს საერთოდ არაფერია ნამდვილად. მონიტორსაც შეეხება, ჯერ პირველ რიგში ცოტა იქეთ იყურება და ეგ არ მომწონს მაწუხებს და სხვა მხრივ კიდევ ძველი Honda Fit-ი, ანუ ამის წინა რაც მყავდა, იქაც კი მქონდა CarPlay და აქ CarPlay არ არის. არ ვიცი რატო, მაგრამ ძალიან არაკომფორტულია. თან პარალელურად ჩვენს კომპლექტაციაში აქ ბარიც კი არ არის და სულ ვღადაობდი Toyota Aqua-ზე, რომელსაც ბარი არ მოყვებოდა ხოლმე ქარხნულად. ზოგს კი მოყვება ზოგ Fit-ს რა, მაგრამ ნუ რატო უნდა იყოს არჩევანი ეს ბარის დაყენება, აქაც კი არ არის რაღაცა ჩამოუწიო და ხელი დავდონ, მოკლედ მიწევს ესეთ რაღაცნაირად რა, თან ნუ ძალიან ბევრს გვაქვს ჩვევა, ეხლა დამეთანხმებით, რომ ხელი უნდა გედოს და ისე ატარო რა. მაგრამ რას ვიზავთ, ესეა შემდეგი Fit-ი, რომელიც ჩამოდის და ზუსტად ჩემთვის არის დასატოვებლად, იმას აქვს ბარი, მაგრამ ანუ რატო უნდა იყოს არჩევანი, ხო აი მინდა რომ ბარი ყველგან გქონდეს მანქანას, ნუ თუ რთული 2020 წელს რომ ბარი გქონდეს მანქანას, ან CarPlay, რავი, ანუ მოკლედ ეგეთი რაღაცები გულს მიტეხავს რა მანქანის მიმართ, რაღაც ისედაც ხო ვიზუალურად მთლად საუკეთესო არ არის ეს. კი ტექნოლოგიურად კარგია, რაც ჰიბრიდს შეეხება, მაგრამ სხვა მხრივ რაღაცა გამორჩათ, არ ვიცი რატო, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა მოვაგვარო მაგალითად CarPlay სისტემა, სავარაუდოდ უნდა ვიყიდო რაღაცა ბლოკი და რაღაცები მოვიფიქრო. ეხა იმ მანქანასაც თუ არ ქონდა CarPlay, რაღაცა უეჭველი უნდა მოვიფიქრო. იმაზეც კი მიფიქრია, რომ მეთქი იხსნებოდეს ეს მონიტორი ცოტათი და რაღაცა ეს რაც აქვს პლასმასის ან ამოვაბეჭდინო ან რაღაცა რომ ცოტათი ანუ ცოტა გვერდით მაინც იყურებოდეს. ვიწუწუნე ცოტა, მაგრამ რას ვიზავთ. გვაქვს რაც გვაქვს. წავედით და სავალს მივხედოთ. აი ასე გამოიყურება მოკლედ ეს შპილკა. ცაფკა უნდა მოიხსნას და ცაფკა როგორც კი მოიხსნება, დავაყენებთ აი ამას. მოკლედ დამოსწრებდება სიტუაციას. დღეს რაზვალის ამბები მე მგონი გადაიდო, თუ არ დამეზარა სხვაგან წასვლა. არ მუშაობენ მოკლედ რაზვალზე, ერთი კვირა არ იქნებიან და რავი ვნახოთ. შეიძლება წავიდე და სხვაგან მოვაგვარო, ბარემ ერთიანად ერთი გამოსვლით გადავჭრა ყველა პრობლემა რაც კი შემიძლია. მოკლედ როგორც იქნა ჩვენი Honda Fit-ი არის მზად, მამამ დღეს პოლირება დაასრულა სრულად. აი ასე გამოიყურება ახლა ჩვენი Honda, რომელიც დაზიანებული იყო და დაზიანებული არ ყოფილა, მოკლედ გასმული იყო, მაგრამ მაინც ასე თუ ისე დაზიანებული იაპონური მანქანა
ხშირად არ გვხვდებათ ჩემს არხზე და ზოგადად ხშირად არ ჩამომყავს. ეს ერთ-ერთი იყო ესეთი საექსპერიმენტო. პირველად ვიყიდე აი ამ წლოვანების Honda Fit-ი არასდროს არ მყოლია, არც დაზიანებული მყოლია და მოკლედ გავაერთიანე ეს. პირველი არის ჩვენთვის დაზიანებული იაპონური Honda, რომელიც საკმაოდ საინტერესო მანქანა არის. ასე თუ ისე ტექნოლოგიურად დახვეწილი, მაგრამ აქვს რაღაც ნიუანსები, რაც არაკომფორტულს ხდის ასე თუ ისე შედარებით სიარულს, მაგ ყველაფერზე აუცილებლად ვისაუბრებ მიმოხილვაში და ზუსტად მაგაზე მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, რადგან არ გამოგრჩეთ არც ამ მანქანის მიმოხილვა, არც სხვა დანარჩენი მანქანების მიმოხილვები და არა მარტო იმიტომ რომ მომავალში ყავს საკმაოდ საინტერესო მანქანა, როგორც მინიმუმ ერთი გზაში და რა ვიცი, იმედია რომ მაგ ერთით არ შემოვიფარგლები და კიდევ უფრო საინტერესო მანქანებს შემოგთავაზებთ ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად მაგაზე არის ეს არხი, ზუსტად მაგისთვის ვშრომობ და მაგისთვის ვდებ მთელს ამ ენერგიას მანქანებში და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემს გვერდში ხართ, ჩემს გზაზე საოცნებო მანქანამდე. ეს იყო ჩვენი Honda Fit-ის მიღების აღდგენის და პირველი აზრის და შთაბეჭდილების ვიდეო. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემს გვერდზე იყავით კიდევ ერთხელ. გამოიწერეთ არხი, დაელოდეთ ამ მანქანის მიმოხილვას და შემდეგ ვიდეოებს. ძალიან დიდი მადლობა. კარგად იყავით. წარმატებები. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, დალაიქეთ ვიდეო და თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ ეს ვიდეო, რადგან რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მაღლა ოწევ ვიდეოების ხარისხს, მანქანების ხარისხს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ყოველი თქვენთაგანი мотивაციას მაძლევთ, ყოველი ახალი გამომწერი, ყოველი ლაიქი, ყოველი კარგი კომენტარი, თუნდაც კრიტიკა, ოღონდ არგუმენტირებული, კონსტრუქტიული კრიტიკა. სხვა დანარჩენს არ ვიღებ. კონსტრუქტიულ კრიტიკას მივესალმები, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეხმარებით ჩემს განვითარებაში, ჩემი არხის განვითარებაში და მოკლედ კარგად იყავით. ბევრ დროს აღარ წაგართმევთ.